ოჯახში ძალადობისა და დამცავი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ფელდებით დაკავებულია ლუკა კურტანიძე. ინციდენტი დღეს ქობულებში ლუკა კურტანიძესა და მის ყოფილ მეუღლე ხათუნა მიქაცაძეს შორის მოხდა. რა დროსაც მიქაცაძის თქმით, ყოფილმა მეუღლემ ფიზიკური დაზიანებები მიიღო. საპატრულო ეკიპაჟის წევრი ვიდეო შლის ჩემი ტელეფონით. ტელეფონი დამიბრუნეთ სასწრაფოდ. დამნაშავეთ და ტელეფონი დამიბრუნეთ სასწრაფოდ. შემსახურდან ლუკა რასაკეთებ ამ დროს? შენ რასაკეთებ ამ დროს? ეს არ არის არც პირველი, არც მეორე, არც მესამე, არც მეოთხე, არც მეხუთე, არც მეათე შემთხვევა. ყველა ჯერზე, როდესაც მივმართე პოლიციას, მეუბნებოდნენ, რომ იმიტომ რომ ელზარ კურტანიძეა, მოდი ნუ გავწირებთ და მოდი შემოვიფარგოთ ფსიქოლოგიური ძალადობით. იმეც ვიტოვებ, რომ აი ახლა ამ პროცესში როცა პოლიციის თანამშრომლებიც კი დაესწრენ ამ ფიზიკურ ძალადობას, ფსიქოლოგიურ ძალადობას ვეღარ იწვიან. ელზარ კურტანიძეს მოახლოვება აქვს სასამართლო გადაწყვეტილებით აკრძალული. დამცავი ორდერია 9 თვიანი მის მიმართ გამოცემული. მოახლოვება აკრძალული. მისამართი უთხარი სადიდგა საპატრულო ეკიპაჟი ელზარ კურტანიძის მანქანა და ნაცვლად იმისა, რომ იქ მისულიყო, მოვიდნენ და წამობრძანდით უნდა გამოვკითხოთო. ეს ადამიანი იმუქრება, რომ მე ვარ მთავრობა, აი ესა მე ვარ სახელმწიფო და თქვენ სახელმწიფოს უპირისპირდებიო. აქვს მუხლები მაქვს დაზიანებული, ხელზე მაქვს აი თედავთ ალბათ. ხელზე